სიღდულეთის მიწისდავას ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე ძალადობა დაფასებენ. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან აქციაზე განაცხადეს. ახალგაზრდები ეკონომიკის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამ უწყებამ გლეხებს ის საძოვრები გაუყიდა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით პრივატიზაციას არ ექვემდებარება. აქციის მონაწილეთა თქმით, თავისუფალი დემოკრატები მოსახლეობის გვერდით იქნებიან, ვიდრე ხელისუფლებას საკითხს სამართლიანად არ გადაწყვეტს და ადგილობრივთა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ჩვენი მოთხოვნა დღეს არის, რომ პრივატიზაცია იყოს სამართლიანი, კანონიერი და გამჭვირვალე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს და ყოველთვის როცა პრივატიზაცია განხორციელდება, იყოს გათვალისწინებული მკვიდრი მოსახლეობის ინტერესები. გასათვალისწინებელია მაშინ, როცა მით უმეტეს მიწასეხება საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუშინ ხელისუფლებამ ჩაიდინა მორიგი ვანდალური აქტი და აპატიმრა სოფელ ზეთხულეთის ცხოვრებები დაარბია, მათ შორის ქალბატონებიც. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, ანუ იმ ფარული პრივატიზაციის პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ფაქტს ეკონომიკის სამინისტროსთან, როგორც მთავარ მოტივს გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით.